Globალური ამბებით დავიწყოთ და მიმდინარე კვირაშიც არ გაგიკვირდება და მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ამერიკის შეერთებული შტატები, უკრაინა, ევროკავშირი და რუსეთი იქნება, მით უმეტეს რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან უკრაინაში 2025 წლის 24 თებერვალს 3 წელი შესრულდა. ეს თავი გავხსნათ Bloomberg-ის ინფორმაციით, რომელიც იუწყება, რომ უკრაინამ წიაღისეულთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად $500 მილიარდიანი ფონდის შექმნაზე უარი განაცხადა. ეს ფონდი უნდა გამხდარიყო შეთანხმების ნაწილი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სასარგებლო წიაღისეულზე წლომას უზრუნველყოფდა. გამოცემის წყარო უკრაინის ოფიციალური პირები არიან. კიევს თხოვენ ფონდში წვლის შეტანას მანამ, სანამ ის $500 მილიარდ არ მიაღწევს, რასაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკული დახმარების სანაცვლოდ ითხოვს. Bloomberg-ის წყაროს ცნობით, უარის თქმის კიდევ ერთი მიზეზი არის შეერთებული შტატების მხრიდან გარანტიების არარსებობა მომავალი სამხედრო და ფინანსური დახმარების თაობაზე. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ვაშინგტონმა უკრაინის დახმარებისთვის $350 მილიარდი გამოყო, ახლა კი მას სურს ამ თანხების დაბრუნება. ამასობაში კი თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დარწმუნებულია თავის შესაძლებლობაში, რომ მიაღწიოს შეთანხმებას რუსეთთან უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად. მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი შესაძლოა ამ კვირაშიც კი დასრულდეს. პრეზიდენტი და მისი გუნდი ფოკუსირებული არიან კონფლიქტის დასასრულებლად, ამ ომის ორივე მხარესთან მოლაპარაკებების გაგრძელებაზე. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ამის მიღწევა ამ კვირაში შეგვიძლია, განაცხადა ლევიტმა ჟურნალისტებთან საუბრისას კონსერვატიული პოლიტიკური კონფერენციიდან დაბრუნების შემდეგ. ლევიტმა ასევე აღნიშნა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი მაიკ უოლცი ამ 24 საათის განმავლობაში იმუშავებს შეთანხმებაზე და მანვე დაამატა ისიც, რომ შეერთებული შტატების სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი ჩართული არის უკრაინელებთან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების განხილვაში. რაც შეეხება კრიტიკულ მინერალებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის პრეზიდენტისთვის, რადგან ეს ამერიკელი გადასახადის გადამხდელების თანხების დაბრუნებას უზრუნველყოფს. ეს ასევე იქნება შესანიშნავი ეკონომიკური პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინელ ხალხს შორის, როდესაც ისინი თავიანთ ქვეყანას ამ სასტიკი ომის შემდეგ აღადგენენ, განაცხადა ლევიტმა. განცხადებების და ინფორმაციების ფონზე ჩანიშნულია კიდევ ერთი მოლაპარაკებების რაუნდი, რომლის თაობაზეც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. Euronews-ი წერს, რომ ტრამპის თქმით მოლაპარაკებები კვლავ გაიმართება საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადში 25 თებერვალს პირველი რაუნდიდან ერთი კვირის თავზე. რუსმა და ამერიკელმა დიპლომატებმა უკრაინაში ომის დასრულების საკითხი კიევის გარეშე 18 თებერვალს განიხილეს. საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. შეხვედრას არ ესწრებოდა არც ერთი დიპლომატი უკრაინიდან. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევი არ მიიღებს არც ერთ შედეგს, რომელიც მოლაპარაკებების შემდეგ დაიდება, რადგან უკრაინა ამ პროცესში არ მონაწილეობს. თავის მხრივ უკმაყოფილებას გამოხატავენ უკრაინის ევროპელი მოკავშირეებიც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ტრამპი მათ რუსეთთან მოლაპარაკებებში თამაშგარე მდგომარეობაში ამყოფებს. დღევანდელ პროლოგში რუსეთსაც გვაქვს თქვენთვის ამბები მოსაყოლი. იქამდე უკრაინის პრეზიდენტის სულ ბოლო განცხადებას მოგახსენებთ. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით ის მზად არის, რომ უკრაინაში მშვიდობისთვის და ასევე ქვეყნის ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ მან დატოვოს პრეზიდენტის თანამდებობა და დათმოს ეს პოსტი. დღეს განმავლობაში კიდევ დავაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. იქამდე გეტყვით, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დღეს ჩავა თურქეთში და როგორც როიტერსი ანონიმურ წყაროზე დააყრდნობით წერს, ლავროვი თურქეთში უკრაინის ომის დასრულების თაობაზე შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებთან გამართული მოლაპარაკებების განსახილველად და ასევე იმის გასარკვევად ჩავა, თუ როგორ შეუძლია ანკარას ამ პროცესში წვლილის შეტანა. ლავროვის ვიზიტი ემთხვევა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის 3 წლის თავს. ამასთან წყაროს თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჰაკან ფიდანთან ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას და ასევე სირიაში არსებულ ვითარებასაც განიხილავს. თურქულმა წყარომ განაცხადა, რომ მხარეები განიხილავენ ნაბიჯებს დიპლომატიური ძალისხმევით სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ბოლოდროინდელ კონტაქტებსა და ასევე წვლილს, რომელიც თურქეთს შეუძლია რომ შეიტანოს ამ პროცესში.
უსაქმოდ არ არის ევროკავშირი, რომელიც 20 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს უკრაინისთვის. ინფორმაციას Bloomberg-ი საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ ინიციატივის ფარგლებში ევროკავშირის ქვეყნები უკრაინას საარტილერიო საბრძოლო მასალას, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, მაღალი სიზუსტის დარტყმის რაკეტებს, უპილოტო საფრენ აპარატებს და სხვა ტიპის იარაღს გადასცემენ. დახმარების მიზანია უკრაინის სამხედრო ბრიგადების გაძლიერებაც. პოლიტიკოს ცნობით აღნიშნული სამხედრო დახმარების პაკეტის ღირებულება შესაძლოა გაიზარდოს. უცნობია კონკრეტული დრო, როდესაც ევროკავშირი პაკეტს დაამტკიცებს, ვინაიდან უნგრეთს უთქვამს, რომ იგი შეეწინააღმდეგება ნებისმიერ ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემას უკრაინისთვის. დახმარების პაკეტის თაობაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 3 წლის თავზე ბრიუსელში დაგეგმილ საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე იმსჯელებენ. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ უკრაინის სამხედრო დახმარებების მრავალმილიარდ დოლარიანი პაკეტის ირგვლივ სირთულეები ევროკავშირის დონეზე ნაწილობრივ გამოწვეული არის იტალიისა და საფრანგეთის მხრიდან სკეპტიკური დამოკიდებულებით. საფრანგეთისა და იტალიის წარმომადგენლებმა სკეპტიციზმი გამოთქვეს კიევის დასახმარებლად მნიშვნელოვანი დაფინანსების შესაძლებლობის შესახებ და მისი დიდი სახელმწიფო ვალის გამო. სტატიის თანახმად იტალიისა და საფრანგეთის ლიდერებს ჯორჯია მელონისა და ემანუელ მაკრონს სურვილი აქვთ, რომ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში წამყვანი როლი შეასრულონ ევროკავშირის სახელით, ხოლო ახალი პაკეტის წინადადება კი ეწინააღმდეგება ამ ამბიციას. ასევე უნგრეთი და სლოვაკეთი გამოვიდნენ უკრაინისთვის დახმარების პაკეტის დამტკიცების წინააღმდეგ, მაგრამ მათი წინააღმდეგობა მეორად როლს თამაშობს, რადგან ეს პაკეტი სავარაუდოდ მსურველი წევრი ქვეყნებისა და არა მთელი ევროკავშირის სახელით იქნება ამ შემთხვევაში მიღებული. დახმარების პაკეტი უკვე მზად აქვს ესტონეთს, რომელიც უკრაინას 10,000 საარტილერიო საბრძოლო მასალას და სამხედროებისთვის 750,000 სასურსათო პაკეტს გადასცემს. ამის თაობაზე ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კრისტენ მიხალი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. უკრაინის პოზიციების გასაძლიერებლად და რუსეთზე ზეწოლის გასაზრდელად ესტონეთი გზავნის 10,000 საარტილერიო საბრძოლო მასალას და 750,000 სასურსათო პაკეტს უკრაინელი მებრძოლებისთვის. პირველივე საშუალების შემთხვევაში ამას დაემატება 100 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ჩვენი საკუთარი თავდაცვის ინდუსტრიის პროდუქტი, წერს ესტონეთის პრემიერი. კრისტენ მიხალი ხაზს უსვამს, რომ უკრაინას ყოველთვის შეუძლია ესტონეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. უკრაინის გადაცაწყვეტია საკუთარი მომავალი, ყოველთვის შეგიძლიათ ესტონეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ, წერს კრისტენ მიხალი. შესავლისთვის კი ეს ნაწილი შეგვიძლია შევაჯამოთ ინფორმაციით დიდი ბრიტანეთიდან, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მასშტაბურ პაკეტს გამოაცხადებს დღეს 24 თებერვალს მოსკოვის მხრიდან უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავზე. და ამის თაობაზე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი აცხადებს, ეს იქნება ყველაზე მსხვილი პაკეტი ომის დაწყების ადრეული დღეებიდან, აცხადებს საგარეო უწყების ხელმძღვანელი და იქვე აღნიშნავს, რომ სანქციების მიზანი იქნება მათი სამხედრო მანქანის დაუძლურება და იმ მოგების შემცირება, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ცეცხლს აძლიერებს. ლემიმ კიდევ ერთხელ განაცხადა ბრიტანეთის სამხედრო მხარდაჭერაზე კიევის მიმართ, რაც მოიცავს წელიწადში 3 მილიარდ გირვანკა სტერლინგს და ისაუბრა იმ საჭიროების შემთხვევაში ბრიტანეთის მშვიდობის დამცველი სამხედროების გაგზავნის მზაობაზეც. ბრძოლის ველის მიღმა ჩვენ ვიმუშავეთ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან მდგრადი სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად და ამ პროცესში შევინარჩუნებთ მკაფიო პოზიციას, რომ უკრაინის შესახებ ვერაფერი მოხდება უკრაინის გარეშე დასცენს ლემი. სანქციათა ახალ პაკეტზე კი ევროკავშირის ქვეყნები გასულ კვირაში შეთანხმდნენ, რომელსაც ოფიციალურად ასევე დღეს დაამტკიცებენ. სანქციები მოიცავს რუსეთის ალუმინის იმპორტის აკრძალვას, ხოლო 27 თებერვალს კი უკვე სტარმერი ვაშინგტონში ჩავა შეერთებული შტატების პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან შესახვედრად, სადაც სტარმერი იმედოვნებს, რომ შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის ხიდი გამოინახება უკრაინისთვის ტერიტორიული და უსაფრთხოების გარანტიების მისაცემად და თუ კი შედგება ომის დასრულების შეთანხმება, ეს ხიდიც აღდგებაო. ასეთი არის ცნობები ევროკავშირს, ასევე შეერთებულ შტატებს, უკრაინასა და რუსეთს შორის. ცხადია, რომ ეს კვირა მიმდინარე ამბებით იქნება დატვირთული. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მილიარდერი ილონ მასკი ამბობს, რომ სამთავრობო უწყებების თანამშრომლებმა უნდა ახსნან, რა გააკეთეს ბოლო კვირაში. პრეზიდენტ ტრამპის ინსტრუქციის შესაბამისად, ყველა ფედერალური თანამშრომელი მალე მიიღებს ელექტრონულ პოსტას, რომელიც ითხოვს იმის ახსნას, თუ რა გააკეთეს გასულ კვირას. რეაგირების შეუსრულებლობა მიიღება როგორც გადადგომა, წერს მასკი სოციალურ ქსელში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფასიანი ქაღალდების გაცვლის კომისიის და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის
ცენტრების თანამშრომლობა შესაბამის შეტყობინებები უკვე მიიღეს. ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობა დაახლოებით 2.3 მილიონი ადამიანისგან შედგება და სულ ეს არის თანამშრომლების რაოდენობა. დონალდ ტრამპმა კი ილონ მასკს ფედერალური ბიუროკრატიის მკვეთრი შემცირება დაავალა. კერძო სექტორი კი ამ შემთხვევაში უსაქმურად არ არის, სანამ ილონ მასკი ფედერალური მთავრობის თანამშრომლების შემცირების საქმით არის დაკავებული, მაგალითად ამერიკულმა კომპანია კამეომ, რომელიც მომხმარებლებს ცნობილი ადამიანების მონაწილეობით პერსონალიზებულ ვიდეოებს თავაზობს, თანამშრომლების ოფისში დასაბრუნებლად საინტერესო სტრატეგიაც კი მოიფიქრა. CNBC-ის ინფორმაციით, კომპანიის მენეჯმენტი თანამშრომლებს წლიურად $10,000 თავაზობს, თუ ისინი ოფისში დაბრუნდებიან. ბოლო წლებში დიდმა კომპანიებმა, როგორებიც არის მაგალითად Amazon, JP Morgan, კაცრი პოლიტიკა აირჩიეს და თანამშრომლებს სრულ განაკვეთზე ოფისში დაბრუნება მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ სამსახურის დაკარგვა ემუქრებოდათ. ჩვენ გვინდოდა რომ სათავო ოფისი თანამშრომლებისათვის პრივილეგიად ქცეულიყო და არა სასჯელად, განაცხადა კამეოს აღმასრულებელმა დირექტორმა სტივენ გალასინმა. გარდა $10,000-იანი მატებისა, ოფისში დაბრუნებული თანამშრომლები ასევე დამატებით ისეთი უპირატესობებით ისარგებლებენ, როგორებიც არის უფასო სადილი, ავტოსადგომი და ასევე წვდომა სპორტ დარბაზზე. ამჟამად ეს პოლიტიკა მხოლოდ ჩიკაგოში მომუშავე თანამშრომლებს ეხებათ, თუმცა კომპანია მზად არის, რომ რელოკაციის ხარჯებით დაფაროს იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც ჩიკაგოში საცხოვრებლად გადასვლას მოისურვებენ. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიის Microsoft-ის დამფუძნებლის Bill Gates-ის შეფასებით, ხელოვნური ინტელექტი ყველაზე კონკურენტული სფეროა, მაგრამ სექტორის განვითარების სისწრაფეს სწორედ ეს კონკურენცია განაპირობებს. მილიარდერის თქმით, ხელოვნური ინტელექტი ადამიანის საშუალებების ბევრ სფეროში გადააჭარბებს, მაგრამ ის ვერასდროს გახდება ადამიანური, რის გამოც ადამიანები მომავალშიც ადამიანურ ურთიერთობებს და ურთიერთქმედებას ამჯობინებენ. მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა ოლტერ აიზექსონთან ინტერვიუში იმ ტენდენციაზეც ისაუბრა და გაუსვა ხაზი, რომელიც ბოლო პერიოდში მსოფლიოში შეინიშნება. საუბარია ტექნოლოგიურ კომპანიებზე და მათ ხელმძღვანელებზე, რომლებიც ღიად აფიქსირებენ პოლიტიკურ პოზიციას და კანდიდატებს მხარს კი უჭერენ. Bill Gates ამბობს, რომ ადრე ვითარება განსხვავებული იყო. ტექნოლოგიურ კომპანიებს წარმოუდგენელი მოგება აქვთ. დღეს ისინი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანიები არიან, ბუნებრივია, მთავრობებს სურთ მათი რეგულირება. იქნება ეს ანტიმონოპოლიური კანონებით, AI-ის პოლიტიკით თუ სახელმწიფო შესყიდვებით. განსხვავებით იმ დროისაგან, როცა მე მიმაჩნდა, რომ Microsoft-ს ვაშინგტონში ყოფნა არ სჭირდებოდა, ახლა ტექნოლოგიური ლიდერები ძალიან აქტიურად არიან ჩართული მთავრობის ურთიერთობებში, განაცხადა Bill Gates-მა. შეგახსენებთ, რომ Microsoft-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $3 ტრილიონ აღემატება. ამასთან Microsoft-ი ერთ-ერთი იყო იმ კომპანიებიდან, რომელთაც დონალდ ტრამპს მხარი დაუჭირეს და საინაუგურაციო ფონდში $1 მილიონი გადარიცხეს. თავად Bill Gates-ი კი, რომელიც ერთ დროს პლანეტის უმდიდრესი ადამიანი იყო, საკუთარ ქონებას ქველმოქმედებისთვის იყენებს. დღეს ანტრეპრენეურის ქონება ამერიკული Bloomberg-ის მონაცემებით $168 მილიარდ შეადგენს. ამასობაში კი ჩინეთიდან კიდევ მორიგი ტექნოლოგიური სიახლე არის ჩინურმა ტექ გიგანტმა Huawei-მ ინდუსტრიის პირველი სამეკრანიანი სმარტფონი კუალა-ლუმპურში გამართულ ღონისძიებაზე წარადგინა. პრეზენტაციაზე ახალი სმარტფონი სიმბოლურ გამარჯვებად შეაფასეს იმ ფონზე, რომ ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ტექნოლოგიური კონკურენცია სულ უფრო მზარდია. მიუხედავად წარმატებული წარდგენისა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ახალი სმარტფონის ფასი გამძლეობა და მისი საოპერაციო სისტემა მოწყობილობის წარმატებას შეაფერხებს. კერძოდ კი Huawei-ის სამეკრანიანი მობილური Mate X-T, რომელიც კომპანიამ 5 თვის წინ დაანონსა, €3,499 ეღირება. სმარტფონს Huawei Trifold-ად მოიხსენიებენ, თუმცა მოწყობილობა 3 მინი პანელისგან შედგება და რეალურად ორჯერ იკეცება. კომპანიის განცხადებით Mate X-T ბაზარზე არსებულ კეცვად მოწყობილობებს შორის ყველაზე თხელია, სრულად გაშლილზე კი დაახლოებით Apple-ის iPad-ის მსგავსი არის. სანქციების გამო Huawei-ის დასავლურ ჩიპებსა და ასევე Google-ის სერვისებზე წვდომა არ აქვს, რაც კომპანიის წარმომადგენლების თქმით Huawei-ისთვის საკმაოდ დიდი დაბრკოლება იყო. სწორედ ამ გამოწვევების ფონზე აფასებენ Mate X-T-ის გამოშვებას როგორც სიმბოლურ გამარჯვებას და Huawei ჩინეთის მოგეხსენებათ პირველი გლობალური ტექ კომპანია გახლავთ და ის ორ ქვეყანას შორის მიმდინარე რბოლაში საკმაოდ მნიშვნელოვან როლსაც კი ასრულებს. 2019 წლიდან ჯერ კიდევ ვაშინგტონმა კომპანიას ამერიკულ კომპონენტებზე წვდომა შეუზღუდა, რითაც ბრენდი მომხმარებლებისათვის ნაკლებად ღირებულად იქცა. International Data Corporation-ის ვიცე-პრეზიდენტ ბრაიან მას მიაჩნია, რომ Huawei Mate X-T, რომელიც კომპანიამ პირველად გასულ წელს სექტემბერში iPhone 16-ის გამოსვლის პარალელურად
ნამდვილად წარადგინა საკმაოდ მაღალ საფასო კატეგორიაში ახალ ტრენდად ქცევას ვერ მოახერხებს.